ეს გადაცემა დაუთვეთ თინეიჯერებს, რომლებსაც ძალიან უყვართ ძაღლები. გადაგება დავგეგმეთ ლიზის სახლში და ასვლა იყო პირველ რიგში ყველაზე რთული, იმიტომ რომ 5-6 ძაღლი უნდა აგვეყვანა, რომლებიც ერთმანეთზე იწევდნენ. არც ერთი არ ემორჩილებოდა პატრონს და ვიყავით ორი მანქანით მარტო. პროგრამერი კასანდრო მითხრა რაღაც ძაღლებთან დაკავშირებით იყო გადაღება და ეს თემა ეხებოდა ზოგადად ძაღლებს. ეს ძალიან თბილი დამოკიდებულება მაქვს ძაღლების მიმართ და ეგრევე დავთანხმდი. გოგონებს დიდი ვარცხლობები არ დასჭირდებათ, მაგრამ მე მეგონა რომ ძაღლებსაც დაჭირდებოდათ. ძაღლები დიდათ არ მიყვარს, მაგრამ სურათები კარგი გამოვიდა, ბუნებრივი, თუნდაც ის ძაღლთან ჩახუტებები, მოფერებები და ასე შემდეგ, მე და ძაღლთან ურთიერთობა. ეს გადაცემა ყველაზე რთული აღმოჩნდა სხვა გადაცემებთან შედარებით, იმიტომ რომ ძაღლების დამორჩილება არც ისეთი ადვილი იყო, როგორც გვეგონა. მაგრამ ჩვენ გვყავდა ადამიანის სანდრო, რომელმაც ძაღლებს ძალიან გაუგო. მომწია 4-ზე დადგომა. მოგეთ, მთელი 2 საათიდან 5 საათამდე 4-ზე ვიდექი, უღრენდი ძაღლებს და უყებდი. დაღამდა და ვერ მოვასწრეთ ამ გადაცემის ბოლომდე ჩაწერა. და ერთ-ერთი გოგო რომელიც იყო ძალიან ხვადეცვა, დაგვეყინა და ტენიდით ერთმანეთს ვინეტყოდა ამ გოგოს რომ გადაცემა აღარ არის.